ცნობილი საავტომობილო ფირმების ახალი მოდელები უკრაინელმა მოდელებმა წარმოადგინეს, მათ დამთვალიერებელს პირველად წარმოუდგინეს Audi-ის, Mitsubishi-სა და Kia-ს ახალი მოდელები. პრეზენტაციას ჩემი კოლეგა Santa Maria Foundation ეშუქებდა. Santa, შენ პირდაპირ ეთერში ხარ. გამარჯობათ, მოგესალმებით. სულ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია Realtv-მ პირდაპირ ეთერში წარმოგიდგინათ არაჩვეულებრივი სანახაობა. წარმოდგენილი იყო 2011 წლის ავტომობილები. ეს ბრენდები არის Infiniti, Audi, Kia, Mitsubishi და ასე შემდეგ. სანახაობა წარადგინეს უკრაინელმა ულამაზესმა მოდელებმა. ესენი იყვნენ Nikita Models-ის მოდელები. მინდა გითხრათ, რომ საღამო ჩაიარა არაჩვეულებრივად, დამწრე საზოგადოება იყო ძალიან კმაყოფილი და თუ როგორ მზადდებოდა ეს ყველაფერი, ამასთან დაკავშირებით დაგელაპარაკება და მოგითხროთ ჩემი კოლეგა თორნიკე კოშკაძე. გამოფენა გაყიდვისთვის თითქმის ყველაფერი მზადაა. ცნობილი საავტომობილო ბრენდების ახალ მოდელებს ორგანიზატორებმა სპეციალური ადგილი მიუჩინეს. შედარებით ძველი მოდელები კი ოდნავ მოშორებით დააყენეს. ორგანიზატორები საგამოფენო დარბაზში ბევრ სტუმარს ელოდებიან. მათ დამთვალიერებლები ავტომანქანის ახალი მოდელების გარდა კიდევ რამდენიმე დეტალით დააინტერესეს. Audi, Kia და Mitsubishi ამ ფირმების ახალ მოდელებს თბილისელი დამთვალიერებლები დღეს აქ Expo Georgia საგამოფენო დარბაზში პირველად ნახავენ. სიახლე ისიც არის, რომ ავტომანქანებს პრეზენტაციას უკრაინული სამოდელო სააგენტო Nikita-ს მოდელები გაუკეთებენ. Audi-ის, Mitsubishi-სა და Kia-ს ახალი მოდელები დღის სინათლეს უკრაინელ მოდელებთან ერთად ნახავენ. მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო სააგენტო Nikita ქართულ ბაზარზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა, სააგენტოს მოდელების მიმართ დაინტერესება დიდია. ორგანიზატორებმა ავტოშოუების მსოფლიო პრაქტიკა გამოიყენეს და გამოფენა გაყიდვაში მოდელები ჩართეს. ჩვენ შევეცადეთ დაგვეჭირა ის სტილი, რომელიც არის ხოლმე მიღებული ავტოშოუზე და აი ეს მაღალი კლასის ავტომობილები გაგვეფორმებინა, ასე ვთქვათ, უკრაინელი მოდელებით. გარდა ამისა, ღონისძიება არის ერთობლივი Iberia Business ჯგუფის და TBC Prime Card-ის. ჩვენ ამ ღონისძიებით გვინდა ჩვენს ერთგულ მომხმარებელს მადლობა გადაუხადოთ და შევთავაზოთ მასთან ასეთი სანახაობა. ფიქრობთ, ყველად არ ამბობენ, რომ სილამაზე გადაარჩენს დედამიწას. ყველგან უნდა იყოს ჰარმონია, ლამაზი გოგოები, ლამაზი მანქანები და ლამაზი ფიქრები. ჩვენ სწორედ ასეთი ჰარმონიისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. დამთვალიერებლებს ავტომანქანის ადგილზე შეძენად შეეძლებათ. მოწონებული ავტომობილის შესაძენად კი მსურველს საბანკო მომსახურებას შესთავაზებენ. სწრაფი ავტოგანვადების პირობები 0%-დან იწყება და 12%-მდე ადის. 30%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში შეგვიძლია მაქსიმუმ 5 წელზე ან ხანგრძლივ ვადაზე გადავანაწილოთ ცეცხლის ვადა და პეიმენტი იყოს მაქსიმალურად დაბალი, ან ყოველთვიურად გადაიხადონ მაქსიმალურად მცირე თანხა. საგამოფენო დარბაზში ძველი მანქანით მოსულ დამთვალიერებელს აქედან წასვლა ახალი მოდელის ნებისმიერი მარკის ავტომანქანით შეუძლია. მოწონებული ავტომანქანის შეძენა ზუსტად 9 საათში ნებისმიერ მსურველს ბანკის დახმარებით შეუძლია. გამოფენა გაყიდვის დასასრულს უკრაინელი მოდელების მონაწილეობით კიდევ ერთი სურპრიზი იგეგმება. ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია მაყურებელს მოდელების მონაწილეობით სპეციალურ ნომერს შესთავაზებს. ნომერში ჩართული იქნება საგამოფენო დარბაზში მისული დამთვალიერებელიც. ჯობია მაყურებელმა მიიღოს მონაწილეობა, თვითონ მაყურებელი გახდეს ამისი შემსრულებელი. მე დავეხმარები რა, მე გავუწევ, თქვათ, როგორც თქვათ ასისტენტი ესე დამხმარე. მაყურებელს პირდები იმ სურპრიზს, რომ მაყურებელი გაუკეთებს თავის მაყურებელს სურპრიზს. ავტომანქანების ახალი მოდელების გამოფენა გაყიდვა Iberia Business ჯგუფის ორგანიზებით ტარდება. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ღონისძიების დასრულების შემდეგ 8 მანქანას ახალი პატრონი ეყოლება. თანამედროვე ავტომოდელების ულამაზესი უკრაინელი გოგონების და ზურაბ ვადაჭკორიას შოუს შემდეგ გამოშვებამ არაჩვეულებრივად ჩაიარა კმაყოფილი დარჩა ყველა მოწვეული სტუმარი. მადლობა Santa, პირდაპირ ეთერში